შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს რომან შამათავასა და მალხაზ მურღულიას ბრალი უკვე წარუდგინეს. ბრალდების მხარე ექს-მაღალჩინოსნებს ტერორიზმისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ედავება. დაკავებულები ამ დრომდე ეგრეთ წოდებული მოდულის შენობაში იმყოფებიან, ხოლო 11 საათზე კი სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. ექს-მაღალჩინოსნები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და პროტესტის ნიშნად უვადო შიმშილობაც გამოაცხადეს. დაცვის მხარე ხვალ სასამართლოზე აღკვეთი ღონისძიების აცილებას მოითხოვს. ამ წუთამდე მტკიცებულებები არ გადმოუწია დაცვის მხარისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ აცხადებენ, რომ მზად არ არიან, რა თქმა უნდა, თუ მზად არ იყვნენ, მათ ბრალიც არ უნდა წაეყენებინათ ამ ადამიანებისთვის. თვითონ ბრალდებულების პოზიციაა, რომ აუცილებლად დაამტკიცებენ საკუთარ სიმართლეს, მათი დამოკიდებულების გამოსახატად და მათი პროტესტის გამოსახატად მათ დაწყებული აქვთ უვადო შიმშილობა. მალხაზ მურღულიას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 323 მუხლის მესამე ნაწილით, ანუ ტერორისტული აქტის ჩადენაში, რა თქმა უნდა, იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში, კატეგორიულად უარყოფს აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, პირიქით სამარცხვინოდაც კი ეჩვენება ესეთი ბრალის წაყენება. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს ხურჩაში 2 ავტობუსის აფეთქების საქმე 5 წლის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ თავიდან გახსნა. უწყებამ გუშინ განაცხადა, რომ ხურჩაში აფეთქება შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ იყო ორგანიზებული. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება კიდევ სხვა პირებისა და დამკვეთის გამოსავლენად გრძელდება. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მთავარი პროკურორი დღეს ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. თუმცა არჩილ კბილაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა სხვა მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ლოგიკური აზრი იმის შესახებ, რომ შემსრულებელი არ არის განსაზღვრელი ხშირ შემთხვევაში იმ ქმედების, ამიტომ ბუნებრივია გამოძიება ამ მხრივ გაგრძელდება და მოლოდინი იმისა, რომ ამ ჯაჭვის სხვა რგოლები იქნეს ნაპოვნი არსებობს. ერთი საქმის ორ განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ხურჩაში მომხდარი აფეთქება ყოფილი ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლი იყო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი კი ამბობს, რომ ახალმა ხელისუფლებამ მათი პრაქტიკა გაიზიარა და წინა საარჩევნოდ ცდილობენ ეგრეთ წოდებული ხმაურიანი საქმეები წინ წამოწიონ. პროკურატურის მხრიდან ასეთ წინასწარ დაანონსებას უკვე ყველა მივეჩვიეთ. ძალიან ცუდია, რომ ეს ხდება არჩევნების წინა დღეებში და ძალიან სამწუხაროა, რომ ახალმა ხელისუფლებამ ძალიან წარმატებით აითვისა ძველი და ცუდი პრაქტიკა არჩევნების წინა დღეებში ეგრეთ წოდებული ხმაურიანი საქმეების გახმოვანების. ეს ცუდია. დაველოდოთ, ასეთი ანონსი ბევრი მოგვისმენია პროკურატურისგან, რომელიც შემდეგ საქმით არ დასრულებულა. ეს იყო დადგმული ტერაქტი და თუ რისთვის, რატომ გამოძიება დაადგენს ყველაფერს და მე დარწმუნებული ვარ, ასეთი დადგმული სცენარები ძალიან ბევრი იყო გასული წლების განმავლობაში და ძალიან ბევრი საინტერესო რამ გამოიკეთება სამომავლოდაც. დადგმული სპექტაკლი გამოჩნდა ჯერ კიდევ ჟურნალისტურ გამოძიებაში. ცხადია, ძველ ხელისუფლებას არ ჰქონდა პოლიტიკური ნებარო ეს გამოეძიებინა, იმიტომ რომ მათი დაგეგმილი იყო. დღეს სურათი არის გამოკვეთილი, შესაბამისად იმის ვარაუდი, რომ ამ ტერაქტის ჩამდენმა პირებმა ეს ჩაიდინეს ისე ზემოთ არაფერი შეატყობინეს, არის მიამიტოვა. სოფელ ხურჩაში მომხდარ ინციდენტს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სახალხო დამცველი. უჩან ანუაშვილი არ გამორიცხავს, რომ გამოძიებაში ომბუდსმენის აპარატიც ჩაერთოს. მანამდე კი სახალხო დამცველის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში დაკავებულებს მოინახულებენ. თუ საჭიროება მოითხოვს, სახალხო დამცველის აპარატი ჩაერთვება ამ საქმის გამოძიებაში. გარკვეულწილად ვფიქრობ, რომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენც ვიყოთ, ასე ვთქვათ, საქმის კურსში, შევხვდეთ დაკავებულებს, უახლოეს დღეების განმავლობაში ჩვენ წარმომადგენლები მოინახულებენ დაკავებულებს. 5 წლის წინ სოფელ ხურჩაში 2 ავტობუსი მაშინ აფეთქდა, როცა ნაბაკევის მოსახლეობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ზუგდიდში მიდიოდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ ინციდენტში აფხაზური მხარე დაადანაშაულა. თუმცა ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის ოფიციალური ვერსია მაშინვე ეჭქვეშ დააყენეს გაეროს მისიის წარმომადგენლებმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმაც. გაეროს გენერალურმა მდივანმა პან კი მუნმა საკუთარ მოხსენებაში განაცხადა, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისიის გამოძიებით ხუმბარები ავტობუსიდან დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით ქართველების მიერ კონტროლირებადი მხრიდან ისროლეს. ვერსია ეჭქვეშ დააყენეს საქართველოშიც. სტუდია რეპორტიორის ხელმძღვანელმა ვახტანგ კომახიძემ ხურჩაში მომხდარ ინციდენტზე ფილმიც გადაიღო, სადაც ნაჩვენებია, რომ გასროლა ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა.